როდესაც მთელი მსოფლიო ალაპარაკდა იმაზე, რომ ეს სასამართლოები არ არის სამართლიანი. თუმცა მე ვფიქრობ, ეს არის ძალიან მსუბუქი შეფასება, ისევე როგორც ტერიტორიული და მთლიანობის დარღვევის შემთხვევაში კაკისთა განცხადებული შეშფოთებული ვართ, აღშფოთებული ვართ, გადამეტებული ძალის გამოყენება. ხო და ესეთი შეფასებები, როდესაც მიეცა რუსეთს და უბრალოდ რუსეთის ქმედებას ასეთი შეფასებები მიეცა, მე ვფიქრობ, რომ ეს იყო ძალიან ესე ვთქვათ არაადეკვატური და არასწორი შეფასება იმ მოვლენისა, რაც ქვეყანაში მოხდა. ზუსტად ასე არის დღესაც, როდესაც ლაპარაკობენ, რომ არ არის საქართველოში სასამართლო მთლიანად დამოუკიდებელი კი საერთოდ არ არის სასამართლოები და ნაფიც საზულთა ისევე შემოაქვს დემოკრატიულ ქვეყნებს და დემოკრატიულ ხელისუფლებას იმისათვის, რომ კიდევ უფრო მეტი, ესე ვთქვათ, დამოუკიდებლობა, გამჭვირვალეობა შემატოს კიდევ უფრო მეტი და აქ როდესაც მცდელობაც კი არ არის იმისა, რომ სასამართლო იყოს გათავისუფლებული პოლიტიკური დაკვეთებისგან, პოლიტიკური ანგაჟირებისგან, აქ შემოტანა ნაფიც საზულთან ისედაც სხვა არაფერია თუ არა კიდევ ერთი თვალში შეწყარა არა ეს მხარე გასაგებია. აი ჩვენ თქვენნაირ მოდელს კი არ ეყრდნობი, კიდევ ერთ წყვილს ეყრდნობი, რომ ვითომ შენ გინდა აქ რაიმე შეცვალო. ეს ის სამართლებრივი მხარეა, ნანა, მე ვაპარაკობ სხვა რამეზე. ვართ დემოკრატიულ ქვეყანაში, გვაქვს სასამართლო, როგორიც არსებობდა მაგალითად იმ ფორმით და ეხლა უნდა შემოვიდეს ნაფიც. აი თვითონ ეს ფორმა ნაფიც საჯულთა ინსტიტუტის როგორ გონია ოდესმე ყველაზე კარგ დემოკრატიულ საქართველოში მოახერხებს ისე ობიექტურად მუშაობას, თუნდაც როგორც ამერიკაში მუშაობს. ეს რა არის, თუ ეს ხალხის რაოდენობიდან გამომდინარე. არა, მესმის რა პრობლემაზეც არის საუბარი ის, რომ მაგრამ თუ ეს იქნება დემოკრატიული ქვეყანა, რომელიც და თუ ეს იქნება მართლაც პოლიტიკური ნება, რომ სასამართლო იყოს დამოუკიდებელი, როგორც დღევანდელი ტიპის სასამართლო იმუშავებს დამოუკიდებლად, თუ კი ამისი ნება იქნება და შესაბამისად საკანონმდებლობაზე, ასევე იმუშავებს, რატომაც არა ნაფიც საჯულები, მაგრამ დღესდღეობით, აი დღეს ნაფიც საჯულებზე საუბარი აბსოლუტურად გაუმართლებელია ჩემის აზრით, იმიტომ რომ მას არაადეკვატური მე მგონი. ის ხარვეზებიც აქვს, რასაც თქვენ ლაპარაკობთ, რომ ოდესაც ქვეყანაში არაფერი არ მუშაობს, სამართალი არ არის, კანონის უზენაესობა არ არის, თუ არის კანონი, ის კანონი სამართალზე დაფუძნებული არ არის, სასამართლო არ არის და ასე შემდეგ. რა ნაფიც საჯულებია საუბარი, რა გვენაფიც საჯულება ელემენტარულად სასამართლოში მოსამართლე არის. დამოუკიდებელი არბიტრი არის ერთი კაცი და სად უნდა იშოვო 12 და 14 კაცი და ერთი კაცი ვერ გიშოვია დამოუკიდებელი რომ დაჯდეს, ანუ ვერ გიშოვია მე შოვნის პრობლემას კი არ ვიცი, ანუ პოლიტიკური ნება არ არის იმისა, რომ იმ სასამართლოში ერთი დამოუკიდებელი კაცი იჯდეს და 15 და 12 ადამიანს დაუშვებ შენ დამოუკიდებელს იქ რომ იჯდეს და იმან თავისი აზრი გამოთქვას. ეს არის აბსურდი. ეს არის მხოლოდ მოტყუება დასავლეთის. მხოლოდ ეს არც არის გათვლილი საქართველოს მოსახლეობაზე, რომ აქ ვინმე დაიჯეროს ის რომ აი ნაფიც საჯულები შეცვლიან რაღაც სამართალს სასამართლოში. არა, ამაზე არ არის გათვლილი. ეს გათვლილია რომ ვიღაცა მოატყუო კიდევ რომ აი ამ ცდელობასაც ვიყენებ იმისათვის რომ სასამართლო გახდეს დამოუკიდებელი. არაფერსაც არ იყიდებ, ვიყენებ ფასადად. სასამართლოსაც შეღებილს კედელებს ვიხენებ ფასადად აი ამ კანონპროექტსაც, რომელიც არც ბიუჯეტი გაქვს და არაფერი გაქვს შეტანილი იმაში, რომ რას უხდი ამ ხალხს და რა ბიუჯეტის რანაირად აპირებ ამ ხალხის არჩევას და ასე შემდეგ. ეს არის ყველაფერი პიარისთვის გაკეთებული და არა რეალობისთვის, რომ ამ ქვეყანაში სამართლიანობა მიზეიმოს და სამართალმა იზეიმოს. სამწუხაროა, მაგრამ რეალურია, რომ დღეს ერთადერთი გამოსავალი იმისა, რომ ამ ქვეყანაში რაიმე სასიკეთოდ შეიცვალოს, არის ერთადერთი გამოსავალი დემოკრატიული არჩევნები, რომელმაც დაუყოვნებლივ უნდა შეცვალოს ეს ხელისუფლება. მაგრამ დემოკრატიული და თავისუფალი არჩევნები იმიტომ ვიძახი, რომ მხოლოდ არჩევნები, აი ამ მექანიზმების გარეშე თუ არ იქნება თავისუფალი სივრცე, თავისუფალი მედია და არ მიეცემა საზოგადოებას დამოუკიდებელი არჩევანის საშუალება, დააყენებს იმ შედეგს და მოიყვანს ისევ იმ ხელისუფლებას, რომელიც წინა საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებმა მოიყვანა. ანუ თვითონ ოპოზიციის მოთხოვნაც მხოლოდ და მხოლოდ ჩატარდეს არჩევნები, არის მე მგონი ცოტა არ იყოს უპასუხისმგებლო, იმიტომ რომ უნდა გაითვალისწინოს წინა პრაქტიკა. თუ კი დღეს აი ამ რეალობაში ჩატარდა ეს არჩევნები, ეს იქნება კიდევ ერთი უბედურება და პირიქით აი ამ უკანონობის, უსამართლობის, ამ იტაცებული ძალაუფლების კიდევ უფრო დაკანონება და 2013-მდე კი არა, კაცმა არ იცის შემდგომ რა საკანონმდებლო ცვლილებებს მოინდომებს ასეთი ძალით
ესე ვთქვათ მოსული და ესეთ ძალადობაზე მოსული ხელისუფლება რამდენ ხანს კიდევ გააგრძელებს თავის ესე ვთქვათ ვადას და აქედან გამომდინარე უპირველეს ყოვლისა ზრუნვა უნდა წავიდეს იმისაკენ რომ გათავისუფლდეს მედია სივრცე გახდეს დამოუკიდებელი სასამართლო არსებობდეს დამოუკიდებელი სადაც ნებისმიერი გასაჩივრებული უბანში თუ ოლქში მომხდარი დარღვევა შეგეძლოს რომ გაასაჩივრო სასამართლოში და იქიდან მოლოდინი მაინც იყოს რომ შეიძლება შეგხვდეს დამოუკიდებელი მოსამართლე რომელიც დამოუკიდებელი პრეცედენტი უნდა მაინც არსებობდეს ქვეყანაში ერთი დამოუკიდებელი გადაწყვეტილების და როდესაც ასეთი პრეცედენტი არ აქვს ქვეყანაში ამ ფონზე არჩევნების ჩატარება მე მგონი ძალიან დიდი შეცდომა სანამ არ იარსებებს ქვეყანაში დამოუკიდებელი მედია, დამოუკიდებელი სასამართლო, მანამდე ნებისმიერი არჩევნები იქნება მხოლოდ და მხოლოდ ამ რეჟიმის წესქულზე დასხმული წყალი. ამიტომ აი ამასაც ოპოზიციამ უნდა გაუწიოს სერიოზული ანგარიში და არ გამოიწვიოს ის იმედგაცრუება, რომელიც უკვე საზოგადოებას გაუჩნდა წინა არჩევნებთან დაკავშირებით. ნაწილს გაუჩნდა. ეგეთ რა არის? გასაგებია ხა ნაწილს, როდესაც ვლაპარაკობთ ეს ყოველთვის ნაწილს ეკუთვნის, მაგრამ როდესაც ეს ნაწილი უკვე ისეთი სერიოზული მასშტაბის არის, რომ აქციები ქვეყანაში თვეობით გრძელდება, ესე იგი ერთი და იგივე ადამიანები ხო იმას ვიღაცაებით სულიან და მუდმივ ცვლაშია, ხო ესა, როდესაც თვეობით საპროტესტო ტალღა ქვეყანაში არ ჩერდება ეს უკვე ნაწილი კი არ არის, ეს არის უდიდესი ნაწილი შენი საზოგადოების. ეს არის ტკივილი ამ საზოგადოებისა, როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ, რამდენი კაცი დგას ქუჩაში, ეს არ არის განსაზღვრელი რა ნაწილია ის. ანუ საზოგადოების უმეტესი ნაწილი არის იმედგაცრუებული, მათ იცით როგორი ნიჰილიზმი აქვს, რომ მაინც არაფერი არ შეიძლება. რა მნიშვნელობა აქვს ვიდგები თუ არა? აქ ისეთი მოძალადე ძალა არის მოსული ხელისუფლებაში, რომელიც არანაირ ძალას არ ითვალისწინებს. ქუჩაში ვიდგები არჩევნებზე წავალ ბოიკოტს გამოუცხადებ თუ რას იზავს, რაც მას უნდა მაინც იმას აი იმ ძალადობას ესე იგი ამყარებს. აი ეს არის საზოგადოების უმეტეს ნაწილში, ესე ვთქვათ, გამჯდარი და სწორედ აქედან აი ამ პრობლემიდან ჭირდება დღეს საზოგადოებას გამოყვანა და ნანახება იმისა, რომ ეს აღარ მოხდება. მოძალადე ხელისუფლება ვეღარ შეძლებს ძალადობას, იმიტომ რომ არსებობენ ადამიანები, რომლებიც ამისთვის სიცოცხლე შეწირავენ, რომ ესე იგი ამ ხელისუფლებამ ძალადობრივად ისევ არ ესე იგი და მოიპოვოს ძალაუფლება. აი ამის ჩვენება უპირველეს ყოვლისა საზოგადოებისთვის და საჭირო და საზოგადოების ნდობა საჭირო იმისათვის, რომ ამ ხალხმა იბრძოლონ თავიანთი ღირსებისათვის და თავიანთი უფლებებისათვის. მე მინდა გავაგრძელო საუბარი ერთი ძალიან ცოტა შეშფოთდა ხალხი, მაგრამ მე გამოაცხადეს კარგად უკვე სახელმწიფო არხებმა, რომ ეს მხოლოდ პროფილაქტიკის მიზნით არის, ნანას აქვს ინფორმაცია პატრიარქის ჯანმრთელობის შესახებ, რომელიც 2 კვირით არის წასული არ იმყოფება სამშობლოში. რა ხდება როგორ არის აქ? მე როგორც ვიცი, უკეთესად არის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, ნუ ის არის კლინიკაში, სადაც მას ძალიან სერიოზული მეთვალყურება და რაც თავარია გამოკვლევები utardeba. ყველა იმ პრობლემებთან დაკავშირებით, რაც მას აქვს, როგორც გული, ასევე სხვა ჯანმრთელობის სხვა პრობლემები და ნუ ყველაზე იმედიანად მაინც იქ როდესაც არის მაშინ ვართ, იმიტომ